არაჩვეულებრივად ხატავდა დედაჩემი. და მისი ოცნება იყო, რომ გამხდარიყო მუსიკოსი, პიანისტი. მაგრამ ბაბუა იყო ექიმი და არაფრით არ ქნა ეს ამბავი და გახდა მერე ექიმი. და მე ეტყო დედაჩემის ისინი გამოყვა. ეხლა რომ მეკითხებიან, რომ აი ბავშვის ნამუშევრებს მაჩვენებენ, ნიჭიერია ეს ბავშვი თუ არა და ღირს თუ არა მისი მომზადება. ნიჭის პირველი მაჩვენებელი არის თუ ბავშვი ხატავს სულ. და მე მახსოვს დღე და ღამე სულ ხატავდი. ჩემბედაც სულ ყველა არაჩვეულებრივი მასაჟებელი შემხდა. ძალიან დიდი კონკურსი იყო ფერწერაზე, ძალიან დიდი და ურჩიეს. დედას ურჩიეს, რომ ეხლა ახალი ფაკულტეტი გაიხსნა ქსოვილების ხატული თამაში, იქ ჩააბაროს, იქ მოხდება ამ ნამუშევრით თორე ფერწერაზე ვერ მოხდება. და ჩავაბარე ქსოვილებზე. მე რაღაცა გამოფენა გავაკეთეთ, ჩვენ კი არა, გავიკეთეს. პატივცეს სტუდენტებს და რომ დაათვალიერეს რამდენიმე სტუდენტს უთხრეს, რომ აი თქვენ თუ გინდათ გადაგიყვანთ ფერწერაზე, ზოგს უთხრეს ქანდაკების ფაკულტეტზე. რამდენიმე კაცი გადაგიყვანეს ფერწერის ფაკულტეტზე. თქვენ მოღვაწეობდით პეკინის სამხატვრო ინსტიტუტში. ჩინელებმა გადაწყვიტეს, რომ შეესწავლათ ევროპული დაზგური ფერწერა, ესეთი რეალისტური, შემოუთვლიათ ლენინგრადში, რომ ვინიცით ხატვარიო, რომელიც ფერწერის კურსს წაიყვანს და დალევით არ სვამს. და ურჩიეს ჩემი თავი. გადმოგცეს ეს მოწვევა. და მე და ჩემი მეუღლე წავედით. რო ჩავედით ძალიან კარგად დახვდნენ. მე მეგონა რომ ხატვა და ფერწერას ერთად. არაო, ხატვა არ გვინდაო, ფერწერაში გვინდა რომ მოვამზადოთო. ხოლო სტუდენტები კი არა. ესე იგი პროფესორ მასწავლებლები აი უმაღლეს სასწავლებლების. ორი კვირის მერე ცოტა და თავის ქება გამომდის. იმრავდა მსმენელებმა და ორ სმენად მუშაობდი, დილის სმენა და იმიტომ არ ეტეოდა ხო. ჩინეთმა ძალიან ესეთი დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე, როგორც ხატვარზე და არაჩვეულებრივი ხელოვნება აქვთ მათ. ძალიან კარგი აი ჩინური ფერწერა. ასეთი ის დამემართა კურიოზი. უამრავი ხატვარი შეიკრიბა და მე უნდა მეჩვენებინა სლაიდებით და რაღაც მასალებით ჩვენი ქართული ხელოვნება. წაღებული მქონდა აქედან უამრავი სლაიდი ჩვენი არქიტექტურის, ფერწერის, ხატრობის და შემდეგ შეკითხვები დასვეს და თქვენო როგორ მოგწონთო ჩვენი ფერწერა და მე რა ვიცი ცოტა შეცდომა დაუშვი და მე ვუთხარი რომ თქვენი ფერწერა არის შპალიერნა ჟიობის. გაგიჟდნენ. და კიდეგან ლაყი კვერცხები არ ქონდათ, თორე ძილის გამაპარეს იქიდან. და რამდენიმე დღის მერე ისევ შეგროვდნენ და მე ბოდიში მოვხადე და მართლა ჩინური ფერწერა არის წარმოუდგენლად ლამაზი და უამრავი რაღაცა დღესაც კი იმ გავლენით იქნება. გაკეთდა მე მთელი ჩინეთის მხატვრების გამოფენა და იქ იმ გამოფენაზე მე დამაჯილდოეს მედლით და აი ჩვენმა მსმენელებმა სულ ყველამ რაღაცა დიდი ჯილდო მიიღო და იყო შემოთავაზება რომ ხوار დარჩებითო ჩინეთში არა და მე დღეებს და საათებს როდის წავიდოდ იქიდან. რომელი მიმართულება უფრო საინტერესო არის თქვენთვის? ზამთარში ადრებნელდება უფრო გრაფიკას ვაკეთებ და ისე ფერწერა რასაკვირველია. და შენო პორტრეტისტი ხარ რომ ეკითხა არა ნუ როგორ გითხარ ხო პორტრეტსაც ვაკეთებ ყველა სურათი პორტრეტი უფრო დიდ ნამუშევრებს ვაკეთებ რაღაცნაირად ესეთ ძალიან მიტაცებს ეს თემა ქართული სუფრა აუ და უამრავი ნამუშევრები მაქვს და ეწუდები და ესკიზები ახრი. ყველაზე დიდი ბედნიერება იყო მუშაობა ბატონ მიშა ჭიაურელთან. მიშიკო ჭიაურელი ჩემი ძალიან ახლობელია და მეგობარი და ძია მიშა
თურმე ყოფილა ჩვენი დიპლომების დაცვაზე, მე და გოგი გუნიას დიპლომების დაცვაზე და მოწონებია ჩემი დიპლომი, იმიტომ რომ ხო, რატომ მოწონებია გეტყვით? მიშამ გადაწყვიტა ბატონმა მიშამ, რომ არ გადაიღოს მხატვრული ფილმი და გადაიღოს ანიმაციური ფილმი. და მე მქონდა დიპლომზე ნაცარქექია, ხოლმე მარიონეტების თეატრის და მოეწონა და წამოხვარ ჩემთან უდო. მე ვთქვი, ძმაის როგორ ასქვია წამოვა და წავედი. ბატონ მიშასთან მუშაობა, ეს არის ერთი აკადემიის დამთავრება კიდე. ის სხვანაირი პიროვნება იყო, სხვა კაცი. რას ურჩევდით ახალგაზრდა მხატვრებს? უნდა გავიმეორო აპოლონ ქუთათელაძის პირველი სიტყვა, მე ვკითხავთო მამაშვილურად, რომ არასოდეს არ გააცდინოთო პრაქტიკული მეცადინეობა. როდესაც შიშველი ფიგურა ან მოდელი იჯდება, ეს არ გააცდინოთო. ძალიან ინანებთ. აი ამას ურჩევ, რომ არ გააცდინოთ და მუშაობა.